ეთერში და ახლა ეთერში გამოთქმული პრეტენზიები და კითხვები ჩვენ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიმართავთ. ბატონო დავით, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ. თქვენ პრინციპში მე ვფიქრობ ისმენდით დევი ხეჩინაშვილის გამოსვლას, აი თავარი რაზეც მან ბოლოს ისაუბრა, რა თქმა უნდა ბევრი მომენტი იყო რომ მთავრობა დაეხმაროს იმ ადამიანებს მაინც, ვინც არაკორპორატიულად, არამედ ინდივიდუალურად შეიძინა ეს დაზღვევა და ვინც შემდეგ დარჩებიან პროდუქტის გარეშე. თუ გაქვთ რაიმე გეგმა ამ ადამიანებისთვის დასახმარებლად იმისთვის რომ ესენიც მოხვდნენ პროგრამაში. დიახ, საღამოშიდობის თავიდანვე და ძალიან მკაფიოდ მინდა განვაცხადოთ, ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ნებისმიერი განცხადება იქნება ეს სადაზღვევო ასოციაციისგან თუ რომელიმე სხვა ინსტიტუციისგან, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ანადგურებს და აკნინებს პაციენტების სადაზღვევო ინდუსტრიის ინტერესებს არის უადგილო, ცალსახად უადგილო. ეს უადგილოობა შეიძლება თეორიულად გამოხატული იყოს საქმის ჩაუხედაობით ან საქმის დაუნახაობით. ჩემი თქვენი რესპონდენტი არ მგონია რომ საქმეში ჩახედული არ ყოფილიყო პირიქით. მე ვფიქრობ რომ იმ ნაბიჯებმა რაც სახელმწიფომ გადადგა ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში იმისათვის რომ მართლაც რეალურად ძიმე მდგომარეობაში მყოფი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის უდიდესი ტვირთი ჩამოეხსნა და თავის თავზე აიღო და ამისთვის მიეცა მათ ფუნქციონერების საშუალება, ამის არ დანახვა. მე შემდგომი შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ამის არ დანახვა არის მიუღებელი და ანუ ახლა ამ ტვირთს თქვენ უბრუნებთ ისევ სექტორს? არავისაც არ უბრუნებთ, შეიძლება დავასრულებ. მე შემიძლია რომ მოყვე რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი და სხვა შორის მე ვერ ვიხსენებ, როდესაც 2010 წელს ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეუსრულეს, ასე ვთქვათ, სადაზღვევო ინდუსტრიას და ჩამოკიდეს მართლაც უმძიმესი ტვირთი, რომ მათ ეს გაეპროტესტებიათ თუნდაც დღევანდელი განცხადებების სახით და როდესაც ჩვენ მართლაც ამ წლების განმავლობაში მე შემიძლია ჩამოთვალო პირველი რომ ასევე უადგილოარი განცხადება, რომ 2013 წლის გამიჯნა სადაზღვევო ინდუსტრია აპროტესტებდა პირიქით მათი თხოვნა იყო რომ ეს ზღვარი გაგვევლო, იმიტომ რომ იმ პერიოდში მათ მართლა ძალიან დიდი სირთულეები ჰქონდათ და ბევრად მომხიბლავი იყო აბსოლუტურად ყველასთვის რომ გადმოსულიყო საყოველთაო ჯანდაცვაში. ეს სწორედ მათი თხოვნით გავატარეთ ეს ზღვარი. შემდეგი წლინახევრის განმავლობაში იყო გარდამავალი ეტაპი, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ რომ მოდით დავთვალოთ ვინ როგორ შეძლებს ამ საქმის გაკეთებას. 2014 წლის სექტემბერში ისინი თვითონ თავისი სურვილით გავიდნენ. ერთადერთი სათხოვარი რაც მათ არ შეუსრულეთ ეს იყო ანაზღაურების გაზრდა. ამის შემდეგ იყო უმძიმესი ტვირთი მათთვის ინფრასტრუქტურული ტვირთი, როდესაც შემოგთავაზეს რომ გაგვეკეთებია მოდიფიცირება, ცვლილებები რამოდენიმე ათეული პუნქტის მიხედვით უკლებლივ ყველა მათი თხოვნა შევასრულეთ. ამის მერე იყო თხოვნა ამის პარალელურად რომ მათთვის ზარალიანი რაიონული საავადმყოფოები, სადაც იმედი ჰქონდათ რომ ვერტიკალურ ინტეგრაციას გააკეთებდნენ და მიიზიდავდნენ პაციენტებს და არ გამოუვიდათ ეს, როდესაც გამოუვისყიდეთ და დათქმულ ვადებში გადაუხადეთ 15 მილიონი. ამის პარალელურად იყო ის რომ რაიონული სასწრაფო დახმარების სამსახურები, რომლებიც მათ მზად ტვირთად ეკიდათ კისერზე, ერთ წელს 25% ფუნქციონერების ხარჯების, მეორე წელს 50 და მესამე წელს 100 პლუს ავტოპარკის განახლება და ჩვენ სრული ლეგიტიმური უფლება ჰქონდა რომ პასუხი მოგეთხოვა ვალდებულების არ შესრულებაში. ამის მაგივრად ჩვენ ვითანამშრომლეთ მათთან. ეს უმძიმესი ტვირთი 2014 წლის 1 მაისს ჩამოხსენით და ჩვენი ხარჯით განვაახლეთ ავტოპარკი და მოუხსენეთ ეს ზარდო და ამ ფონზე როცა ვისმენ ახლა მე არ მოსწონთ ერთადერთი რამ და რეალური მიზეზი არ მოსწონთ, მე მრავლობითში ვერ ვიტყვი. ეს არ არის მე ვფიქრობ თლიანი სადაზღვევო ინდუსტრიის პოზიცია, ეს არის რამოდენიმე ადამიანის პოზიცია. არ მოსწონთ ის რომ ამ ნახევრად გამჭვირვალე სისტემაში თანხები იხარჯება ასევე არაგამჭვირვალედ და ბუნებაში არაფერი არ იკარგება. ეს არაგამჭვირვალედ დახარჯული თანხები სახელმწიფოს მიერ სავარაუდოდ მიდის კერძო სადაზღვევო კომპანიების რამოდენიმე მათთაგანის ანგარიშებზე. არ მოსწონთ ის რომ ამ გადაწყვეტილებით ჩერდება მრიცხველი თვეში მილიონი ლარის კარგვის, ასე ვთქვათ, არამიზნობრივი მიმართულების. რაც შეეხება კონსულტაციებს, ჩვენ ეს 2015 წლის შემოდგომიდან გვაქვს დაწყებული და თანამიმდევრობა მარტივია. ჯერ უნდა მოხდეს ანალიზი სიტუაციის და ამის ერთადერთი საშუალება დღეს არის სწორედ ამ მონაცემთა ბაზის, კერძო დაზვეულების მონაცემთა ბაზის ნახვა. რეალურად რამდენი არის ზედნაშენი და ორმაგი დაფინანსების და ამის გარედარჩენილი მოქალაქეები და ამის საფუძველზე ჩვენ ერთ კვირაში გადავაწყობდით მთელ სისტემას, რომელიც იქნება პირველი მიმართული პაციენტის ინტერესებისკენ
მეორე საჭიროებისკენ და მესამე ყველა პარტნიორისათვის სასარგებლოდ, რადგანაც ჩვენ არ ყოფილვართ მაშველები ან ადვოკატები სადაზღვევო ინდუსტრიის, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის განუყოფელი ნაწილი ჯანდაცვის სისტემის და მათ მდგრადობაზე ბევრი რამე არის დამოკიდებული. მაგრამ ამ 4 წელმა გვაჩვენა, რომ ფაქტიურად სულხან-საბას კუდა მორიელის მდგომარეობაში ვართ, რა რომ გადავარჩინეთ, განტვირთეთ, ვითანამშრომლეთ და მათთვის თურმე მიუღებელი არის აი ამ თვეში მილიონიანი მრიცხველის გაჩერება. თანამიმდევრობა იქნება ისეთი, როგორც გადაწყვიტა მთავრობამ და არა ისეთი, როგორც აწყობს რამე. კი ბატონო, გასაგებია. თქვენი განცხადებიდან გამომდინარე, მაშინ როგორც ჩანს, ახლა მოქალაქეებისთვის უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს მდგომარეობა. რაში გამოიხატება ეს, რა აკლდებათ სადაზღვევოებს, როგორც ჩანს და რა ემატებათ მოქალაქეებს? ერთადერთი ამოცანა ჯანდაცვის ბიუჯეტის ხაზს უსვამ. ჯანდაცვის ბიუჯეტი მიმართული არის საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისაკენ და არა რაიმე ინდუსტრიის განვითარებისკენ. ამისთვის სხვა ბიუჯეტები არსებობს. რა შეიძლება 115,000 ადამიანს, რომელთაც ჰქონდათ კერძო დაზღვევა 2013 წელს, შემდგომ დაკარგეს რაიმე მიზეზით და ვერ მიიღეს სრული პაკეტი საყოველთაო ჯანდაცვის, აი ეს 115,000 დისკრიმინირებული რეალურად ადამიანი დაუყოვნებლივ რამოდენიმე დღეში მიიღებს საყოველთაო ჯანდაცვას იმ შემთხვევაში თუ დააკმაყოფილებენ პირობებს. მეორეს მხრივ დაიზოგება ის თანხა, რომელიც მიდის ორმაგ დაფინანსებაში და მესამე და ყველაზე მთავარი რაც არის, რისი გაგებაც ჯიუტად არ უნდა რამოდენიმე ადამიანს. მე პიროვნულად არ ვეხები, სისტემას ვეხები, რომ სადაზღვევო ინდუსტრიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, პროგნოზირებადი ბაზარი ჯანდაცვაში. და ეს ანალიზი ყველაზე მთავარ სისტემის დაალაგებისათვის მოგცემს აი ამ შედეგს. ანუ სამი მიმართულება, რა შეიცვლება ადამიანებისთვის, რა შეიცვლება ჯანდაცვის სისტემისთვის და რა შეიცვლება მათ შორის კერძო სადაზღვევო ინდუსტრიისათვის. თუ შეგვიძლია ჩვენ რაიმე რიცხვებზე ლაპარაკი, რა მოცულობის თანხების ეკონომია იქნება, რა მოცულობის თანხები გადავა სხვა მიმართულებით თქვათ. თქვენ ახსენეთ მრიცხველი გაჩერდება 1 მილიონიანიო თვეშიო, რა იგულისხმება ამაში? ჩვენ ვარაუდობთ ამაზე, რომ ერთის მხრივ, ასე ვთქვათ, იჩაგრება საქართველოს 115,000 მოქალაქე, რომელსაც აქვს მხოლოდ მინიმალური საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვასთან შედარებით მაინც ნაკლებია. ისინი დაუბრუნდებიან იმ ლოგიკას და მიიღებენ საბაზოს, თუ კი არა აქვთ კერძო. მეორეს მხრივ, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ორმაგი დაფინანსება, მაგალითად, სადაზღვევო კომპანიას გაყიდული აქვს სადაზღვევო პოლისი, სადაც წერია, რომ რაღაც სერვისი 70%-ს ის აფინანსებს. იმის მაგერად, რომ ეს გააკეთოს, პირველ რიგში უშვებს საყოველთაო ჯანდაცვაში, საბედნიეროდ ესეთ შემთხვევა ბევრი არ არის. საყოველთაოს ახდენებს ამ თანხას და დარჩენილ 30%-ს იხდის თვითონ. იმის მაგერად, რომ თავისი ვალდებულება შეასრულოს. ეხლა როგორ მოხდება, ანუ ეხლა არის ძალიან მარტივი რამ, რომელიც იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მე რამდენადაც სადაზღვევო ბაზები, მონაცემთა ბაზები მოწოდებულია და ჩვენ ერთ კვირაზე მეტი არ დაგჭირდება ანალიზისათვის. იქ სადაც არის ზედნაშენები, რასაც ყველაზე პრობლემატურად წარმოაჩენს სადაზღვევო ასოციაცია. ძალიან მარტივად მოგვარებადი არის, თუ ერთიან ლოგიკას ჩავდებთ და დავინახავთ, რომ 9 მილიონზე მეტ ადამიანში რამდენი არის რეალურად ეს ზედნაშენი, ეს ადამიანები რა სოციალურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან და ამისი ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს, უფრო მეტიც ამაზე ერთობლივად მუშაობთ სადაზღვევო კომპანიებთან. უბრალოდ ბოლო თვეებში, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში რაღაც შეიცვალა განწყობა და მათ ჩათვალეს, რომ შეუძლიათ, რომ ისევ გააგრძელონ იმ ტემპით სიარული, რითიც დადიან. ეს ესე ვერ მოხდება გარწმუნებით. სადაზღვევო კომპანიები საუბრობენ, როგორც მოხდები, მოსალოდნელ გაძვირებაზე სამედიცინო მომსახურების, სამედიცინო დაზღვევის. რამდენად შეიძლება გაძვირდეს პოლისები, თქვენ რა პროგნოზი გაქვთ? აი კონკრეტულ ამ დღეებში მიმდინარე სამუშაოს მოგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩვენ პრემიუმი როგორც ასეთი არ აქვს, სადაზღვევო ტერმინი არის, ჩვენ გვაქვს per capita, ანუ დანახარჯები გავყოთ ერთ ადამიანზე. რისკ ჯგუფებში, მიზნობრივ ჯგუფებში, როგორც არის სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ხანდაზმულები, ვისაც უფრო მეტი სერვისი ჭირდება, ჩვენი დანახარჯები არის გაზომილი და ძალიან დაკონკრეტებული. ჩვენ შევთავაზეთ სადაზღვევო კომპანიებს, რომ ზუსტი სარკული პაკეტის შემადგენლობა დათვალონ რა ფასად შესთავაზებენ ისინი მოსახლეობას. ეს იქნება ერთ-ერთი საკვანძო ბატონო? დათვალეს რა ფასია ეს? აი ამ დღეებში მიმდინარე პროცესს მოგახსენებთ, რა მე იმედი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში გვეცოდინება. აი სავარაუდოდ რა შეიძლება ითქვას?
თქვას, იმიტომ როგორც ხდები სწორედ ამაზეა ლაპარაკი, ანუ ადამიანებმა ვისაც აქვს კერძო დაზღვევა, უნდა ჩაანაცვლონ სწორედ ამ საყოველთაო ჯანდაცვის ღირებულებებით. ესე იგი, საშუალო ასაკში არ არის რისკ ჯგუფში, ჩვენ ერთ ადამიანზე საშუალოდ გვეხარჯება სადღაც 13 ლარი თლიანობაში. ხოლო შედარებით მაღალი რისკ ჯგუფების მიზნობრივი ჯგუფებში, ვისაც მეტი სამედიცინო მომსახურება ჭირდება, იქ ეს არის სადღაც 22-23 ლარი. ანუ ამ სხვაობაზე, ამ ფინანსურ სხვაობაზეა საუბარი. ამ ფინანსურ სხვაობაზე არ არის სპეციფიური საკითხია, არ მინდა ამა რომ მაყურებლებს თარგმნაზე წაიყვანოს, ანუ ჩვენ ვხარჯავთ ამდენ ფულს. აი ამისი ანალოგიური შემადგენლობის პაკეტს რაფასად შესთავაზებს სადაზღვევო ინდუსტრია. ეს არის მნიშვნელოვანი და ერთის მხრივ, როცა გვეცოდინება სრული ანალიზი, მონაცემთა ბაზის და დანარჩენი ანალიზი ისედაც ვიცით, მეორეს მხრივ, როცა გვეცოდინება სადაზღვევო ინდუსტრიის მზაობა, მათ ეს სერვისი რამდენად შეიძლება შესთავაზონ, ჩვენ გამზადებული გვაქვს 3 სამუშაო ვარიანტი, რომელიც იქნება აი იმ პრინციპებზე დაფუძნებული, პაციენტის ინტერესების საჭიროებაზე დაფუძნებული და ყველა პარტნიორის ინტერესი იყოს დაცული, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, რაც მოგვეცემა საშუალება, რომ გავაანალიზოთ ბაზები და არა პირიქით დაუსრულებლად 2015 წლიდან დაწყებული მოლაპარაკება გააგრძელდეს თვეში მილიონიანი მრიცხვით. ეს არ მოხდება გარწმუნა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. მადლობა.